შეიძლება ღმერთი ანგელოზებზე დაბლა იყოს. მან შექმნა ანგელოზები. ანუ ანგელოზებზე დაბლა არ იქნება. კი ეგრეა. კარგი. არამედ ხედავთ რომ იესო რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე. წინაზე თანახმა იხავით რომ ღმერთი ვერ იქნება ანგელოზებზე ქვევით. მან შექმნა ანგელოზები. კი. მაგრამ ბიბლია ეძახის დამცირდა ანგელოზთა წინაშე. ბიბლია მთლიანად ვან წაიგითხო. მე წავიკითხე და მთლიანად წავიკითხე. შეხედე ჩემ ბიბლიას. ბევრი რამ მოვინიშნე და ვისწავლე ბიბლია თავიდან ბოლომდე. შეკითხვა ასეთი. მე და შენ ვართ თანახმა, რომ ღმერთი ანგელოზების დაბლა არ არის, მან შექმნა ანგელოზები. და ბიბლია თქვენს წინაშე აშკარად იძახის, რომ იესომ დამცირდა ანგელოზთა წინაშე. მაგიტომ უნდა აღიაროთ, რომ იესო არ არის ღმერთი. თქვენს წინაშეა ყველაფერი დაზერილი. და თქვენ ეგ იცით. გულწრფელი იყავით. ღმერთს იმდენად უყვარს ეს სამყარო, რომ გაწირა თავისი ერთადერთი შობილი ძე. რამდენი შობილი ძე ჰყავს ღმერთს? ერთი. მე თუ განახი ბიბლიიდან, რომ ღმერთს ჰყავს კიდე ერთი შობილი ძე, მერე იესო ერთადერთი იყო. კარგი, ვიცი რომ არ მიპასუხებ. მე ყურადღებას არ მივაქცევ იმაზე, რაც არ მიპასუხებ. არა უშავს. შეხედე დავითის ფსალმონი. სანამ იესო იყო. სანამ იყო ახალი აღთქმა, სანამ იესო იყო. ფსალმონი მეორე თავი მე7 ლექსი. დავითს ჰქონდა დამბრძანები, რომ ეთქვა: "გავუწყებთ უფლის კანონმდებლობას. უფალმა მითხრა მე, შენ ხარ ჩემი ძე, დღეს გშობე შენ." ვაუ, ჩვენ ვლაპარაკობთ დავითზე? დიახ. თუ დავიდი არის შობილი ძე, აქ სანამ იყო იესო, მე წინაზე კითხეთ, რამდენი შობილი ძე ჰყავს ღმერთს, თქვენ მითხარით ერთი. მე გაჩვენეთ, რომ არის მეორე ბიბლიაში. მან მოგთა ჩვენი ცოდებისთვის. მიან კითხავს, ვინ მოგთა ჩვენი ცოდებისთვის? მე კითხეთ შობილ ძეზე. და თქვენი ბიბლიიდან მე განახეთ, რომ ღმერთს ჰყავს კიდევ ერთი შობილი ძე. და მე კითხეთ, რამდენი შობილი ძე ჰყავს, თქვენ თქვით ერთი. და ბიბლიაში მე შემიძლია უფრო მეტის განახოთ. მე ორი განახეთ, გინდა უფრო მეტი. შემიძლია განახოთ უამრავი შვილები. არ მინდა. თქვენს წინაშე ხედავთ სიმართლეს, მაგრამ არ გინდა დაინახოთ.